მშვიდობისა, დღეს ორშაბათია და რუსთავი 2 ღამის ეთერში სპორტის დროს დადგა. თქვენ წინაშეა გადაცემა სპორტ ტაიმი თბილისი 2015-ისა და რუსთავი 2-ის ერთობლივი პროექტი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქართული ძველოსნობისთვის და არა მხოლოდ ზოგადად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი საპატიო სტუმარი გყავს ჩამოსული თუ რაზე ვსაუბრობთ. ახლა ამას ჩვენი სტუმრები უფრო დაწვრილებით გვეტყვიან და დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები არიან ევროპის ძველოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ჰანს-იორგ ვირცი და ალე თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ძველოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ახვლედიანი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ვიცით რომ ბატონი ვირცი ძალიან მოუცელია დღეს, ისევე როგორც ბატონი ალიკო, ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღევანდელ დღეს და ჩვენ ერთგვარ შევაჯამებთ ალბათ ამ საუბარს. ბატონი ალიკო, ახალი კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი დიღუმში, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემებში და ეს ყველაფერი სწორად და ლოგიკურად მიდის, როგორც ჩანს. ამერიკის საელჩოს უკან მდებარე ტერიტორიაზე ახალი სტადიონი აშენდება ძველოსნობის სუპერ თანამედროვე და რაც ძალიან საინტერესოა 4000 ადამიანს დაიტევს. ორგანიზება ძალიან ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის ბატონი ჰანს-იორგ ვირციც და თუ შეიძლება მნიშვნელობაზე ზოგადად ამ ტურნირის, ანუ დღეს ასევე გაიხსნა ჩვენი რეკონსტრუირებული ასევე თანამედროვე ახალი დარბაზი ძველოსნობის. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე დავიწყებ დილის მოვლენებით, ფაქტობრივად დღეს მართლაც რომ ისტორიული დღეა, არა მარტო ქართული ძველოსნობისთვის, ისტორიული დღეა საერთოდ მთელი ქართული სპორტისთვის, რა თქმა უნდა ძველოსნობისთვის განსაკუთრებით და ასევე მნიშვნელოვანი დღეა საორგანიზაციო კომიტეტისთვის. რიგითობით მივყვები, ფაქტობრივად ეს არის პირველი შემთხვევა როგორც მინიმუმ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საძირკველი ჩაეყარა სწორედ კონკრეტულად ძველოსნობის ახალ სტადიონს და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს სტადიონი იქნება თანამედროვე ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ეს სტადიონი უკვე სულ რამოდენიმე თვეში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე იქნება. სულ რამოდენიმე თვეში უმასპინძლებს თბილისში ევროპის ძველოსნობის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს. ესეც იცით რომ არის პირველი მოვლენა, როდესაც ამ დონის ევროპული ტურნირი ტარდება საქართველოში. მნიშვნელოვანია ეს ასევე საორგანიზაციო კომიტეტისთვის იმ კუთხით, რომ ფაქტიურად ჩვენ გახსოვთ ჯერ კიდევ 2 თვის წინ დაანონსებულ ვადაში მოვასწარეთ და დავასრულეთ საპროექტო სამუშაოები, გავატარეთ პროექტს შესაბამისი ექსპერტიზა და უკვე საშუალება გვაქვს რომ დავიწყოთ სამშენებლო პროცესი. ბატონო, ძალიან გაგვიხარდა ჩვენ როცა გავიგეთ რომ 2014 წლის ზამთრის ეს გუნდური ჩემპიონატი ჩვენთან გაიმართებოდა. ახლა მინდა ჩვენ სტუმართან გადავიდე, შეკითხვით ბატონო ვირც, რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება და საქართველოში ამ ტურნირის ჩატარება, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან საპატიო მისია გახლავთ და მთელი ქვეყანა ემზადება ეს მოვლენის ღირსეულად ჩასატარებლად ამ ტურნირის. We have every year this team championship and of course we are happy that we can change different venues and different countries because it's always important that the host country is also ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ მასპინძელი ქვეყანა გახდეს აღნიშნული შეჯიბრის მონაწილე და აი ეს ედო საფუძველში ყველაფერს და ჩვენ გაგვიხარდა რომ საქართველოს მოითხოვა ეს შესაძლებლობა, მაგრამ ასევე საჭირო იყო ინფრასტრუქტურა ობიექტები და დღეს რაც დაიწყო გახლავთ ზუსტად ის რაც ჭირდება და ის რაც ძალიან გვახარებს აი ამ შესაძლებლობაზე რომელიც შეიქმნება მომავლისათვის. და აქვე ლოგიკური იქნება კითხვა ალბათ, რა რეკომენდაციას მისცემთ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კარგად ჩატარებასთან დაკავშირებით? რაიმე კონკრეტული სპეციფიკური მოთხოვნები თუ არის? Of course, whenever you invite on international level იწევს საერთაშორისო დონის ათლეტებს, უნდა გაგაჩნდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სპორტული ობიექტები. დღეს ვიხილეთ ის, რომ საქართველოს ამან სერიოზული ნაბიჯი გადადგა. ის ობიექტები, რომელიც არ იყო ჯეროვან დონეზე, ყველაფერს გადაწყვეტილება ექნება ის, რასაც საქართველოს დღეს აკეთებს და ის, რომ უცხოური ათლეტები ჩამოყავს ქვეყანაში,
ქვეყანაში შენ უნდა შეუქმნა მათ ბაზა ინფრასტრუქტურის უფრო მოტივაციას წევს ისინი ჩამოდიან ნამდვილად სპორტული პაიკრობისათვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია დღევანდელი საზოგადოებისთვის და ჩვენ ძალიან გვახარებს ყველა კოლეგას სხვადასხვა ფედერაციებიდან ვარ დღეს რაც დავინახეთ რომ და მათ იხილეს რეალურად რა ხდება და რა განზრახვა ქვეყანას და ეს გახლავთ საბაზისო ელემენტი მომავალი წარმატებული თამაშებისთვის ახალგაზრდობისათვის ძალიან დიდი მადლობა ეს დაუმწურავი პასუხისთვის ბატონო ალეკო ეხლა ჩვენ გვაქვს მომზადებული სიუჟეტი ერთგვარი შემაჯამებელი იმისა დღეს რაც ხდებოდა და შემდეგ სტუმართან კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს ალბათ რომელზე პასუხიც ბევრს აინტერესებს ნახოთ ეხლა ეს სიუჟეტი და განვაგრძოთ შემდეგ საუბარი მძლეოსნობის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. მის გახსნას კი ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ჰანს-იორგ ვირცი, ვიცე-პრეზიდენტი კარელ პილინი და ევროპის 8 ქვეყნის მძლეოსნობის ფედერაციების პრეზიდენტი დაესწრო. თბილისის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო დახურული მძლეოსნობის მანეჟი შეემატა. ნანახით აღფრთოვანება ვერც სტუმრებმა დამალეს. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც მთავარია ვხედავ რომ თქვენს ქვეყანაში მძლეოსნობის განვითარებით არიან დაინტერესებულები. იხარია რომ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციამ თქვენი ქვეყნის სახით საიმედო პარტნიორი შეიძინა. როგორც იქნა ჩემი ნატურა ასრულდა და სრულიად საქართველოს ულოცავ. სრულიად საქართველოს, თელ საქართველოს, იმიტომ ეს ისეთი საქმე გაკეთდა საშვილიშვილო. ამდენი წელიწადი არსებობს. და პირველად გაკეთდა რა. კაცის წყალობით და ჩვენი პრეზიდენტის. ხო და არადა შეჯიბრებების გარეშე შედეგები არ იზრდება. ახლა აგერ ველაპარაკე არ გავა წელიწადი რომ რამოდენიმე ევროპის მასშტაბით მძლეოსნობის შეჯიბრი არ ჩატარდეს. მძლეოსნობის სასახლე მრავალფუნქციური იქნება. მასზე ფაქტობრივად მძლეოსნობის ყველა სახეობის სპორტსმენი ივარჯიშებს. აქვეა სასტუმრო 100 სპორტსმენზე, კვების ბლოკი და ტრენაჟორების დარბაზი. მძლეოსნობის სასახლე სრული დატვირთვით უკვე ხვალიდან ამუშავდება. მძლეოსნობის სასახლე ფართოპროფილიანი კომპლექსია. შესაძლებელია ერთობლივი შეკრებების მოწყობაც, რაც ჩვენი ქვეყნების სპორტსმენების შედეგების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. უხარული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა საკუთარი დაკარგული ტრადიციები დაიბრუნოს თანამედროვე მძლეოსნობაში. თქვენი მაგალითი უბრალოდ მისაბაძია. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოები ჩავატარეთ, სრულიად რეაბილიტაცია გაუკეთა მთლიანად სპორტულ კომპლექსს ჩვენ სასახლეს. მთლიანად შეიცვალა 3700 კვადრატულ მეტრზე საფარი, ასევე 4750 კვადრატულ მეტრზე შეკიდული ჭერი და მთლიანად შეიცვალა გათბობის და სავენტილაციო სისტემები. რეაბილიტაცია გაუკეთდა 117 მეტრიან მოსათელ დარბაზს, ასევე მესამე და მეოთხე სართულზე განთავსებული არის სასტუმრო, სადაც 100 ადგილიანი სასტუმრო. თბილისში მყოფი დელეგაცია მძლეოსნობის სასახლის გახსნამდე თბილისის მერმა მიიღო. ის შემდეგაც ყველა მძლეოსნობის ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ძალიან მალე ზაფხულში მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება აქ და ამას მასპინძლობს თბილისი და ეს მოსამზადებელი სამუშაოები სწორედ პირველ რიგში ამას უკავშირდება და რა თქმა უნდა 2015 წლის ოლიმპიადას აქ იქნება ძირითადი მძლეოსნობის ცენტრი, ისევე როგორც დღეს უკვე სრულ ექსპლუატაციაში შევა საღამოდან მძლეოსნობის ტრადიციული ცენტრი, დახურული მანეჟი. უნდა აშენდეს ახალი ობიექტები, უნდა გახალისდეს სპორტი და ეს არის ძირითადად გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, რომ სრულფასოვნად ვარიჩობდნენ, სრულფასოვნად იღებდნენ იმ დატვირთვებს და ჰქონდეთ ის პირობები, რასაც შემდგომერე გამოაჩენენ დიდ სპორტში. თანამედროვე მძლეოსნობის სტადიონი ექსპლუატაციაში უკვე 2014 წლის ივნისიდან შევა და სწორედ იქ გაიმართება ევროპის გუნდური პირველობა, რომელსაც თბილისი პირველად უმასპინძლებს. მძლეოსნებს უახლოეს პერიოდში საკუთარი სტადიონიც ექნებათ. მათ განკარგულებაშია მძლეოსნობის სასახლე და ოფიციალური ჰიმნი, რომელიც პროექტ ვარსკვლავების მონაწილე გვანცა ჯაფარიძემ შეასრულა და უმიზნე გამარჯვებას. Where was it magma?
გამარჯვებას და გულისეობას თხოვს ვირბინოთ ვხორცნოთ და ვიბრინოთ გავუსწროთ და შევაჩეროთ ნუ კარგავ დროს ნუ წახვალ შორს თუ რამე სელი იჩქარე და გასწრებს სხვა იქნებ გაიზარდოს გვერდი წანები და ისევ აძიოცა ვიბრინოთ ვყორცნოთ და ვიბრინოთ ერთად მივასწინოთ მსოფლიოს სხვა ნახეთ ჩვენ რაც ხდებოდა ძალიან კარგი სასიამოვნო კადრები იყო ახალი სასახლე რომელიც გაიხსნა და ისე ბატონო ვერც მინდა ვკითხო რამდენად კმაყოფილი ხართ აი ახალი ჩვენი რეკონსტრუირებული სასახლით რომელიც დღეს გაიხსნა I saw the planning მე ვიხილე პროექტი ეხლა ესე ვთქვათ დავათვალიერეთ ტერიტორია საკმაოდ ფართია და საკმაოდ კარგი ადგილი აქვს ქალაქში ჩვენ ნამდვილად წინვალე შესაძლებლობა გვეხსნება და სპორტული სამყარო ნამდვილად კმაყოფილი იქნება ამით ბატონო თქვენი მოლოდინი როგორი იყო ეხლა არ იყო ეს ადვილი ამის გაკეთება და მოსწრება ჩვენ ამაზე მართლაც არაერთხელ ვისაუბრეთ ну რა თქმა უნდა ეს ჯერ ერთი თუნდაც გასულ წელს წარმოუდგენელი იყო რომ ჩვენ თქვათ შევძლებდით ამ ყველაფრის დასრულებას მაგრამ ფაქტია რომ ეს დასრულდა და დღეს თამამად შეიძლება ითქვას რომ ძლეოსნობის ფედერაციას ესე გარანტირებული ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მიმდინარე წელს ზამთარი გველოდება ჩვენ უკვე იცით რომ გარდა ბატონი ვირცის სტუმრად იმყოფება ასევე ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, სტუმრად იმყოფებიან ბალკანეთის ქვეყნების ასოციაციის პრეზიდენტი და რამოდენიმე ჩემი კოლეგა, სადღაც 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელები უკვე ფაქტიურად რამოდენიმე ქვეყანასთან, ევროპის რამოდენიმე ქვეყანასთან უკვე გადაწყდა რომ თებერვლის თვეში ჩატარდება გუნდური შეხვედრები და ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით არა იმიტომ რომ თქვა ეს აუცილებელია რომ გქონდეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით რომ ჩვენ ერთ კომპლექსში გვაქვს ყველაფერი ანუ ჩვენ თამამად შეგვიძლია უმასპინძლოთ ნებისმიერ და რამოდენიმე ქვეყნის გუნდს ისე რომ თქვენ არ გავიდეთ შენობიდან და მხოლოდ ფედერაცია მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარების და რაც ყველაზე მთავარია უკვე კონკრეტულად არის შეთანხმებული რომ უკვე თებერვლის თვეში ჩატარდება ჩამოვა აქ რამოდენიმე ტურნირები ჩამოვა გუნდური ტურნირები უკვე მოლაპარაკება ფაქტობრივად დასრულებულია და გადაწყვეტილია რომ იქნება აქამდე ყოველთვის ჰქონდა ტრადიცია რომ ზაფხულობით ვატარებდით კავკასიის თასს მოგეხსენებათ, ახლა უკვე ზამთრის სეზონშიც ჩავატარებთ კავკასიის თასს, იცით რომ აქ მონაწილეობას ღებულობდა სამი ქვეყანა საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. უკვე დაგვემატა მესამე ქვეყანა ეს არის ლატვიის ნაკრები, დაგვემატა კიდევ გამოთქვა დღეს სურვილი ბელორუსიამ და ესტონეთმა და მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული სტარტი სპორტსმენისათვის, ასევე მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული ის ყოველივე რომ ფაქტიურად შიდა კონკურენცია იყო დაბალ დონეზე და ჩვენ იმის გამო რომ არ გქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იძულებული ვიყავით რომ გაგვეგზავნა უცხოეთში და შეიძლება ითქვას რომ ფედერაციის და სახეობის
ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე მიდიოდა იმ მგზავრობაზე, იმ ხარჯებზე, რაც თქვა სხვა ტურნირებში და უფრო მაღალი კონკურენტუნარიან ტურნირებში მონაწილეობა გვია და ეხლა უკვე მოგვეცა საშუალება რომ ჩვენ ვიყოთ მასპინძელი და ადგილზე ვუმასპინძლოთ თუნდაც ისეთ ტურნირებს როგორც არის თქვა გუნდური თამაშები 4-5 წამყვანი ევროპის ქვეყნის ან მეზობელი ქვეყნების და ეს გამოცდილება რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაივლის და მე იმედი მაქვს რომ შედეგიც არ დააყოვნებს. თუმცა ჩვენ ახლა უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ჩავატარებთ ალბათ ძალიან მაღალ დონეზე, აი ამ ყველაფერს რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მიმდინარე პროექტებზე ასე ვთქვათ, მაგრამ მომავალიც გვაინტერესებს უკვე, რა თქმა უნდა და მე ვიცი რომ აი ბატონ ვირც მიმართავ, საქართველოს მხრიდან შემოტანილია განაცხადი 2016 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ეხლა კითხვა რომ ვთქვათ რა შანსი გვაქვს, არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორ შეაფასებდით თქვენ აი ესეთ ამბიციურ განაცხადს ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან? So first of all, this competition is existing since a certain while, and the youth is an important element. აღნიშნული ტურნირი რამდენი რაღაც დროის განმავლობაში არსებობს. ახალგაზრდობა ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ცვლილება საზოგადოებრივი სტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი ჯგუფები ახალგაზრდობდეს, ამიტომ არის ძალიან მწყინველი შესაძლებლობა და მწყინველი შეჯიბრება. ჩვენ უნდა ვანახოთ სპორტი უფრო ფართედ, ვიდრე მხოლოდ ოსნობა რომ ახალგაზრდები მთელი ევროპიდან ჩამოვლენ თქვენ ქვეყანაში რა ძალიან პოზიტიური ელემენტი გახლავთ არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს სპორტთან არის მიმული რომ უცხოეთიდან ჩამოვიყანოთ ადამიანები რომ მათ ახალგაზრდობაში ეზიარონ ქართულ კულტურას ეს დიდი ღირებულება გახლავთ რაზეა ლაპარაკი მაგრამ ის რომ თქვენ გაქვთ ინფრასტრუქტურა და ის რომ ვანახებთ ახალგაზრდა ატლეტებს რომ თქვენ ჩადეთ თქვენი შრომა რომ მათთვის შეგექმნათ პირობები ამას ძალიან სერიოზულად დააფასებენ ეს არის მწყინველი შესაძლებლობა უზარმაზრეს დონეზე ამ ტურნირის ჩატარებისა და ასევე დასანახი იქნება რომ საკუთარი ატლეტები ყავთ და ისინი თავიანთ შესრულება საკუთარ ქვეყანაში განახორციელებენ ეს არის ასევე ძალიან მაღალი ღირებულება რაც მოახდენს საზოგადოების ახალგაზრდა ატლეტების ინტეგრაცია იმ მომავალი თაობის რომელიც სპორტში მოდის და საერთოდ სპორტში ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანი ის პრობლემის გადაწყვეტილება როგორც ჯანდაცვა და სხვა პრობლემები მაგრამ მაღალი შედეგები გახლავთ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი ყველა ამ აქტივობის ძალიან მადლობა სპორტის დედოფალი საყოველთაოდ აღიარებული, ყველა საინტერესო ალბათ საყურებლად, მილიონობით ტელემაყურებელი ახლა მიჯაჭვული, როგორც წესი და უყურებს ლეოსნობის სხვადასხვა ტურნირებს და ზოგადად მაინტერესებს აი ესე ბატონო ვირს მიმართავ, რა ტენდენციებია მსოფლიოში ლეოსნობის განვითარების. დაკმაყოფილია თუ არა ზოგადად აი საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის ფედერაცია თუნდაც აი ამ ტენდენციებით. Yes, we have two elements. We are known in the whole world as a high-performance sport. სოფლიოში ცნობილი ვართ მაღალი შედეგების სპორტად და ჩვენი ამოცანა საზოგადოებას მივცეთ ის რომ ჩვენ ვართ მოძრაობა რომ ჩვენ ასევე დიდ შეჯიბრებს ვაწყობთ მთელი საზოგადოებისთვის ესეც ატლეტიკა ესეც ლეოსნობა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფედერაციისთვის იზრდება რეპუტაცია ჩვენი სპორტის სახეობისა და მაგალითად თუ თავს დავანებებთ შეჯიბრებებს და ასე შემდეგ ევროპისა და ასე ოლიმპიური თამაშები იმართება და შეგეძლოთ ლონდონში გეხილათ თუ რა ხდებოდა ამ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ანუ მნიშვნელოვანი რა არის მივცეთ საზოგადოებას მაქსიმალური ყველა დონეზე ამიტომ ამბობთ ლეოსნობა არის თქვენი მთელი სიცოცხლის სპორტი ანუ ნიშნავს რომ თქვენ ჩართული ხართ რასაც არ უნდა აკეთებდეთ რომელ ასაკობრივ ჯგუფს არ უნდა მიეკუთვნებოდით ყველგან შეგიძლიათ მაღალი შედეგი აჩვენოთ და შეგიძლიათ გახდეთ ამ მოძრაობის ნაწილი და ეს არის დიდი ღირებულება ცილე დანახარჯით რომელიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ სპორტის დედოფალი ლეოსნობა მეფის ტიტულზე კონკურენცია იყო სხვა სახეობებს შორის, მაგრამ ესეა ბატონო ალიკო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო და აი ხვალიდან რა გეგმები გვაქვს ეს პროექტი უკვე კითხე მე ესადე პასუხის მიღებას გვაქვს მე მგონი კიდევ უფრო განვითარების შანსი ალბათ და აი ხვალინდელი პირველი ნაბიჯები ხა რა არის უკვე დღევანდელი ამ მნიშვნელოვანი დღის დასრულების შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა მზადება განსაკუთრებულ რეჟიმში, იმიტომ რომ
ჩვენ წინ გვაქვს სამთრის მსოფლიო ჩემპიონატი, შემდგომ წელს გვაქვს ასევე ევროპის ჩემპიონატი, ახალგაზრდებს შორის და ძალიან ბევრი ტურნირი და რაც მთავარია, ნელ-ნელა იწურება დრო, ნელ-ნელა ახლოვდება თბილისი 2015, თქვენ იცით რომ აი ამ თაობის სპორტსმენებზე არის განსაკუთრებული პროგრამა და არა მარტო ძლევოსნობა, არამედ 9 სახეობა განსაკუთრებით ვემზადებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მასპინძელი ქვეყანა და აი ამ ფესტივალზე განსაკუთრებული ვალდებულებები გვაქვს, როგორც მასპინძლებს და მე ვფიქრობ, რომ კვლავ უფრო მეტი და მეტი შედეგი უნდა ვაჩვენოთ, შედეგი უნდა აჩვენოს ასაკის ბავშვებმა. ჩვენ ახლა გეგმავთ, იცით რომ საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს მწვრთნელების მხრივ. ჩვენ გეგმავთ უახლოეს პერიოდში რამოდენიმე ჩვენი ახალგაზრდა მწვრთნელების გაგზავნას გადამზადების კურსებზე, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, იცით რომ დრო არ ჩერდება, დრო არ ითმეს და სამწუხაროდ იძულებული ვართ, რომ გარკვეულ დისციპლინებში მოვიწვიოთ მწვრთნელები, მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენი მთავარი მწვრთნელი ქალბატონი ლუდმილა აქტიურად არის მოძიების პროცესში ჩართული, იმიტომ რომ თითოეული დაკარგული დღე, თითოეული დაკარგული საათი ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს რა თქმა უნდა შემდგომ უკვე 2015-ში და 2014-ში იმოქმედებს შედეგზე და თან ის მომენტი რომ სწორედ თბილისში, საქართველოში ტარდება ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ჩვენ გვაძლევს კიდევ დამატებით მოტივაციას იმისა, რომ უფრო გაძლიერებულ და განსაკუთრებულ რეჟიმში ვივარჯიშოთ, ვინაიდან ესე ახლოს რომ ჩვენ გადავიდეთ უფრო მაღალ ლიგაში, რომელსაც მეორე ლიგა ქვია, ფაქტობრივად ესეთი შანსი არ გქონია და ამ შანსის ხელიდან გაშვება საკმაოდ მტკივნეული იქნება ჩვენთვის. და დავით ბოლო კითხვა ალბათ ისე ბატონო ვირც მიმართავ, რა თქმა უნდა თქვენ დაუტოვებთ რეკომენდაციებს, შენიშვნებს, ეს თავისთავად ცხადია და როდის იგეგმება შემდეგი თქვათ ვიზიტი სანახავად აქ სიტუაციის შესამოწმებლად ასე ვთქვათ. ready whenever the federation is calling us and ფედერაცია კითხვები ექნება ეს არის ის მომსახურება ფაქტურად რომელსაც ვახორციელებ ამიტომ ნებისმიერ დრო შეგვიძლია ჩამოვიდეთ როდესაც საჭიროა მხარდაჭერა რაც თავარია ბატონო მე რასაც ხვდები ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით იმიტომ რომ იყოს რამე სერიოზული პრობლემა ჩვენ სტუმარ აქ ეთერში თვითყოდა ამას დარწმუნებული ვარ ასე რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ეს სერიოზული გატესტვის თქვენდა იცით ბატონი ჰიკის ვიზიტი, ახლა ბატონი ვიცის ვიზიტი, ჯერჯერობით უძლებთ, მე მგონი საორგანიზაციო კომიტეტის და ფედერაციაც უძლებთ და მე ვფიქრობ, რომ აი თუნდაც ის დღევანდელი დღე დასაწყისი გარკვეული პროექტების და იცით რომ ჩვენ ერთად შევპირდით ძიმავ ტელემაყურებელს თითოეული ნაბიჯი წინ გადადგმული გაშუქდება და საზოგადოება იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული თუ რა ხდება საორგანიზაციო კომიტეტში როგორ ვემზადებით, რა ხდება ინფრასტრუქტურის კუთხით, რა ხდება სპორტსმენთა მზადების კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ და რა ვიცი მე მგონი რომ ჯერჯერობით პირველ სერიოზულ გამოცდას გავუძელით ჩვენ და ჩავაბარეთ, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული შენიშვნები ჯერჯერობით არ ქონია არც ევროპის ოლიმპიური კომიტეტიდან, არც ევროპის ძლევოსნობის ფედერაციიდან. სულ სამუშაო რაც არის პროცესი ეს ალბათ დღეს მაშინ დაგემშვიდობებით ალბათ ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომზადებისთვის ბატონო ვირთ ჩვენ შემდეგი ვიზიტისას ასევე მზად ვარ დაგითმოთ ეთერი და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ძალიან საინტერესო საკითხებზე ერთად ალბათ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახდნენ ბატონი ალექსანდრე ახვლედიანი და ევროპის ძლევოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხანსიო გვირცი. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომზადებისათვის, წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ კი გადაცემის მეორე ნაწილი გველის წინ როგორც გითხარით დაგველოდეთ. Դերթոն մյուսով չես տենեմ աղուրոբես, գզելդեբա Ռուստավի օրից գամիս էտերշի գադացեմա սպորտայիմի, როგორც մոգեղսենեբա 11 դեկեմբերս Սակարտովոց կալդբուրց ֆեդերացიის խլոբա գայմարտեբա սած կնեբա արջեուլի կալդբուրտից ֆեդերացიის ախալի պրեզիդենտի վինայիդան Բեսիկ Լիպարտելյանմա, რომელიც დღეს მოქმედი პრეზიდენტი გახლავთ, უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.
და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციამ პრინციპში დაასრულა ყველა ესეთი ოფიციალური შეხვედრები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ნუ ამან გამოიწვია რა თქმა უნდა ოპონენტების მხრიდან გარკვეული პროტესტი. ჩვენ გვაქვს სიუჟეტი მომზადებული, რომელსაც მოგვიანებით ნახავთ. ბატონო ბესიკმა ისურვა დღეს ჩვენს ეთერში გამოსვლა და რა თქმა უნდა ჩვენ სიამოვნებით დაუთმეთ მას ეთერი. საღამომშვიდობისა, ბატონო ბესიკ. პირველ რიგში მოდი თქვენი გადაწყვეტილება თუ შეიძლება რომ უფრო განმარტოთ თქვენ უარი განაცხადეთ არჩევნებში მონაწილეობაზე. რა იყო ამის მიზეზი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ ეთერი. მე ეს გადაწყვეტილება დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჰქონდა მიღებული. უბრალოდ ჩემთვის მიუღებელი იყო ის მომენტი, რომ როდესაც 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო ბინძური კამპანია თვითონ ფედერაციის მიმართ, რომ თითქოს ამ 12 წლის განმავლობაში არაფერი არ გეთლებოდა ფედერაციაში, სრული კრახი ჰქონდა გაცდილი, თითქოს ის რომ ნაკრები არ ყავდა თვითონ ეროვნული ნაკრები არ იყო იმ დონეზე, რომელსაც თვითონ ჩვენი გულშემატკივარი ითხოვდა და პლუს ამასთან ერთად ის რომ თითქოს ჩვენ არაფერს არ ვაკეთებდით რა. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გამგეობასთან ერთად, რომ როდესაც უკვე მოახლოვდა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, ჩვენ შევხვდებით საკალათბურთო საზოგადოებას, სადაც მივიღებთ იმ სწორ მესიჯებს თუ როგორი ფორმით ჩატარებულიყო ეს არჩევნები, პლუს ამასთან ერთად ის წესდებასთან მიმართებაში, რომელზედაც ლაპარაკი იყო ის ყადაღებული, რომ თითქოს კანონთან შეუსაბამობაშია. ხო, აი თავარი ბრალდებები უფრო იყო ეს და არა ვთქვათ საკალათბურთო თემები. უფრო იყო თავარი დარღვევები წესდებაში, რომელიც აღმოაჩინეს თქვა. მე მაინც გონია, რომ თვითონ ის მეორე მხარე მათ ძალიან კარგად იცის, რომ სრულ შესაბამისობაში არის წესდება ჩვენ კანონთან, მაგრამ მათ სურდათ, რომ ამაში თითქოს რაღაცა ბზარი შეეტანათ, პლუს ამასთან ერთად იშველიებდნენ FIBA ევროპასთან მიმართებაში, რომ თითქოს FIBA ევროპა ჩვენ რაღაც კანონებს გვაძლევს და იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. ის რეკომენდაციები, რომელიც თქვენი ეთერის მეშვეობით გააჟღერა ჩვენმა გენერალურმა მდივანმა ბატონო მერაბ რატიშვილმა, ეს ყველაფერი სიმართლე არის და პლუს ამასთან ერთად მთავარი ის იყო, რომ სპორტის სამყაროს შეხვედრების შემდეგ ჩვენ მოგვეცა საშუალება იმისი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო გამგეობას არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი მიზანი. თორემ მე კიდევ ვიმეორებ, დაჟე უფრო ადრე, როდესაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატიდან დავბრუნდით 2011 წელს, უკვე მეს და ჩემი გუნდის რამოდენიმე წევრმა ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ უკვე 12 წელი არის სერიოზული წელია, იმიტომ რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მართლა რაღაცა შევძელით გავუკეთებია კალათბურთში და პლუს ამასთან ერთად უკვე საჭირო იყო ახალი სისხლი, რომელიც კიდე სწორი ხედავთ რა იმის აკეთება, მაგრამ მიუღებელი იყო ის მომენტი, რომ ნოემბრის თვიდან თითქოს იკვეთებოდა ის, რომ იყო ერთი კანდიდატი, რომელსაც სურდა, რომ ის ყოფილიყო ვინმეს გალობირებული და იქნებოდა ის ერთი მარტო და როდესაც შევხედე, რომ უკვე შეიქმნა ის ფონი, რომ მასთან ერთად გაჟდა კიდე სამი კანდიდატი, უკვე მე მივეცი ჩემ თავს უფლება, რომ უკვე გამეცხადებია და მეთქვა, რომ არაღებულო მონაწილეობა. და თავარი კიდე დიმა გეტყვი იმას, რომ ის მითი რომ შექმნილი იყო, რომ თითქოს ამას ყველაფერს მე ჩემ თავზე ვირგებდი. ხო, აი ეს კითხვა უნდა დამესვა ზუსტად ეხლა, მოსაგებლებელში შემთხვევით და იყო ნათქვამი, რომ ერთ მხარედ მოგიაზრებთ თქვენ მიხეილ ახვლედიანი და მისი გუნდი. თქვენ მიხეილ გაბრიჩიდეს, ვლადიმერ ბოისას და ბატონ კახაშენგელიას. ეს არის თავისი ფიქრი და ეს ერთი მეორე ის არის, რომ კალათბურთის ოჯახში ყველას მეგობარია. აქედან გამომდინარე, ხლა ის ამ დროის განმავლობაში, რაღაც ძალიან დიდი დროის განმავლობაში თვითონ კალათბურთში არ იყო და მას თუ რაღაც პრობლემები შეექმნა, იქ სხვა არის და დანარჩენი ხლა ეს სამივე კანდიდატი თავის პროგრამას დადებს. პლუს ამასთან ერთად საკალათბურთო საზოგადოება გადახედავს მაგას და თვითონ მე მიიღებენ გადაწყვეტილება ვინ უნდა აირჩიონ. მიხეილ გაბრიჩიძე იყო ჩვენთან სტუმრად, მოახერხეთ მისი მოწვევა. სხვაშორ თქვენ პირველი ხართ, ვინც რაღაც საბუთებით არ მოვიდა ჩემთან, ამის მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი ეს ინტერპრეტაციები ამ წესდების თუ რეკომენდაციის FIBA-ს რაც ქვია უკვე 1000 ვარიანტი მაქვს ნანახი და მოსმენილი. არ ვიცი, ეხა საბოლოო ჯამში ცოტა მართალი გითხრათ, რაღაც მომენტში დაბნეულიც ვიყავი, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერპრეტაციით იყო ეს თარგმანები, იგივე user friendly-ა ეს ტერმინი, რომელიც ყადაღებული გახდა. თქვენ გაქვთ თუ არა ეს ყველაფერი შესაბამისად დღეს მოყვანილი? შეგიძლიათ თუ არა ეს თქვათ? მოდი პირდაპირ ვიტყვი რა, წესდება არსებული, რომელიც ახლა არის. ეს არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. მოდი აქედან დავიწყოთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს რა იმ წესდებით ეხელმძღვანელოთ ასე რომ თუ რამე პრობლემა არის ინსტანციები და მიმართონ მას. ხო, არ ვიცი რა გზას მიმართავენ, რას გააკეთებენ ხვალზე, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა სიუჟეტი გვაქვს ერთგვარი ესეთ შემაჯამებელი, რაც მოხდა 2 დღის წინ და გაირკვა თუ ვინ უნდა მისცეს ხმა არჩევნებზე. ნახოთ ეს სიუჟეტი და შემდეგ რამდენიმე კითხვა მე კიდევ მექნება ბატონ ბესოსთან. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწყობილ შეხვედრაზე პირველად გამოჩნდა კალათბურთელთა კავშირის თავმჯდომარე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ახვლედიანი. თითქმის 2 საათიანი შეხვედრა პირველმა სწორედ მანდატოვა და საკმაოდ მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა. მან უმოქმედობაში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაადანაშაულა. თუ ეს პროცესი ესე განვითარდება, მე თქვენ სცენარს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შეიძლება საკმაოდ დაიძაბოს სიტუაცია, იმიტომ რომ როგორც ჩანს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს წესრიგს საკალათბურთო კანონმდებლობაში და აქედან გამომდინარე მე პასუხისმგებლობას ვაკისრებს სპორტის სამინისტროსაც, იმიტომ რომ ის არის საკანონმდებლო ინიციატივების და კანონის აღსრულებელი ამ ქვეყანაში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა. საბოლოო შეფასებას კი სამინისტრო 19 ნოემბერს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. ორივე მხარე გვადანაშაულებს უმოქმედობაში, მაგრამ სიმართლე ერთია. ამაზე მე დავილაპარაკებ იმის შემდეგ, როცა შევხვდები ფედერაციის წარმომადგენლობას, რომელსაც გვაქვს შეხვედრა თუ არ ვწდები 19 რიცხვში. შესაბამისად ამის მერე სამინისტრო გააკეთებს და დააფიქსირებს იმ პოზიციას, მაგრამ პოზიცია ის, რომ ყველა ფედერაციამ თავიანთი წესდებები უნდა მოიყვანოს საერთაშორისო ფედერაციების შესაბამისად. ჯერჯერობით ეცეთი რამ ჩვენთან არ ხდება, ამიტომ ჩვენ თვალს მივადევნებთ იმ ქმედებებს, რასაც ახორციელებს ფედერაცია, მაგრამ რეკომენდაციებს გავუწევთ, რომ სწორი მიმართულება იყოს წესდებების სწორად ჩამოყალიბების კუთხით. პრეზიდენტობის დანარჩენ 3 კანდიდატს კი ახვლედიანისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. საკუთარი შენიშვნები ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტსა და გამგეობის წევრებს მათაც გააცნეს. კლუბებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, უფრო მეტი ხმა კონდეს, ჩემის აზრით ეს არასწორია, იმიტომ რომ ბრუნდებით საბჭოთა პერიოდში პირდაპირ ჩარევა იყო და იმპერატიულად ინიშნებოდა, აქ კიდე სახელმწიფოს ირიბი ჩარევა იქნება. უფრო მეტი დელეგატი იქნება, ჩვენთვის უფრო კაი არის და გამგეობა თუ იქნება დელეგატები, ისინი არიან მთელი ცხოვრება კალათბურთში და აი აგვი ვერ ხედა რომ ცუდი გააკეთონ რაღაცა კალათბურთისთვის ის კანდიდატი საპრეზიდენტო ვინც იქნება კაი და რაღაცა მე მჯერა რომ იმასთვის მისმენ ხმას. თავიდანვე მისაღები იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დავდიოდი ვესწრებოდი ვეტერანებთან შეხვედრას, საკალათბურთო სამყაროსთან შეხვედრას და აქედან გამომდინარე ვიცოდი რომ მივიდოდი აქამდე. მაგრამ მე ის მეკვირს რომ კიდე რაღაცებზე თავი შეიკავეს და უფრო მეტად არ არის საკალათბურთო სამყარო ჩართული ამაში ყველაფერში რა. შეიძლება და უფრო მეტად ვეტერანების დატვირთვა და უფრო მეტი ხმის მიცემა. პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ გამგეობამ სხდომა განაგრძო და დაადგინა, რომ 11 დეკემბერს 12 საათზე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სასტუმრო ქორთიად მარიოჩი გაიმართება. ხმის უფლება კი 40 დელეგატს ექნება. კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დელეგატთა ჩამონათვალი გამოქვეყნა. კლუბებს და საკალათბურთო სკოლებს თითო ხმა განესაზღვრათ. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს გამგეობის 8 წევრი და რეგიონული ფედერაციების 9 დელეგატი. ვიღაცას ნაკლებად მოეწონა მოვისმინეთ მათი აზრი, მაგრამ ესეთი ხელჩასაჭიდი არგუმენტი დაუშვათ ვერაფერი ვერ იპოვოთ ისეთი, რის გამოც აქ რაღაც რევოლუციური ცვლილებები შეიძლება მოხდარიყო დადგენილების პროექტში. ფიბას კანონმდებლობა, ანუ ფიბას წესდება არის ერთი და ფიბას სახელმძღვანელო არის მეორე. ფიბას წესდებაში არსად არ წერია, რომ წესდებაში არსად არ წერია, რომ დაუშვათ გამგეობის წევრს ან ფიზიკურ პირს არა აქვს ხმის ყიდულობაზე დელეგატად ყოფნის და ხმის მიცემის უფლება. არჩევნებზე ორი კანდიდატის თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება, რომელიც არაუგვიანეს 45 დღისა უნდა გაიმართოს. ესეთ სიტუაცია იყო შექმნილი, შეხვედრა, რომელიც 19-ში უნდა გამართული იყო, როგორც ვიცი, გადაიდო 25 რიცხვისთვის. მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეხლა დღეს ყველა პარლამენტში არიან და აქედან გამომდინარე, ალბათ 25-ისთვის უკვე შედგება შეხვედრა.
მადლობთ. ეხლა თვითონ რაოდენობაზე რაც გამოქვეყნებულია უკვე ოფიციალური სიაცნობი 40 სუბიექტი იღებს აქვს ხმის უფლება. მე გავიგე ესეთი ბრალდება, რომ 3 სტუდენტური გუნდი ამოიღეს, თქვა იქიდან რა გამგეობის წევრი დაემატა და ასე შემდეგ. რით ხელმძღვანელობდით ამ სიების ჩამოყალიბების დროს? პირველ რიგში ჩვენ ვიხელმძღვანელით იმით, რომ ის 3 კლუბი, რომელიც სუპერლიგაში აღარგებულოს მონაწილეობას, აქედან გამომდინარე ისინი ავტომატურად ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი წევრები გარიცხული არიან, თქვათ ფედერაციის, როგორც ფედერაციის წევრები. უბრალოდ ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ეს თქვენი განაცხადებები. კი, გამგეობის განაცხადებები. რაც შეეხება თვითონ გამგეობასთან მიმართებაში, მე დასაწყისში აღვნიშნე და იგივეს გავიმეორებ, რომ ჩვენ შეგნებულად გავაკეთეთ შეხვედრები საკალათბურთო საზოგადოებასთან, საიდანაც ყველა მხრიდან მოდიოდა ის მესიჯები, რომ ჩვენ გამგეობის წევრებს, რომლებიც ვართ ვეტერანები, მე მგონი არანაკლები ვინმეზე ვეტერანი არის იგივე გივი ბიჭიაშვილი, იგივე ნოდარ ქორქია, იგივე დავით გიორგობიანი, ბატონურას პაული, იგივე მეც, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამგეობის წევრებს ქონოდა ხმა, პლუს ამასთან ერთად ჩვენ ბოლო დასკვნითი შეხვედრა ქონდა ოლიმპიურ კომიტეტთან, სადაც მათთან გავანდეთ ჩვენ ეს ყველაფერი. აი, ეს საუბარი მაინტერესებს დეტალურად. თქვა რა რეაქცია იყო იქიდან ამ ეხა ოლიმპიურ კომიტეტზე ან მნიშვნელოვანი ორგანოა ამ შემთხვევაში, თქვა რაღაც შევის რეკომენდაციის მოცემის სახით მაინც. თქვენ ეთერში იყო ესეთი მომენტი, როდესაც ჩვენ მიშა ახვლედიანი ვამხილეთ იმაში, რომ მას ჰქონდა შექმნილი კალათბურთის ფედერაცია. ნუ ეხა შემდეგ ეთერში მოიტანა ასე ეროვნული ფედერაცია ერთი, რაზეც ნუ ცოტა ეხა იუმორით შევხვდით. ანუ ეს დაადასტურეს, რომ ის არაფრისთვის უბრალოდ იყო შექმნილი. მე ისეთ ხმა მინდა ამით რა. ოლიმპიურ კომიტეტში ესე იგი ერთადერთი არის რა, რომ FIBA სოფლიო FIBA აღიარებს იმ ფედერაციას, რომელიც არის მისი წევრი და ამ დროს ავტომატურად არის ოლიმპიური კომიტეტის წევრი. ჩვენ ვართ ოლიმპიური კომიტეტის წევრი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიური კომიტეტთან შეხვედრა. მათთან მაგათხანაც მივიღეთ ის მესიჯი, რომ გამგეობის წევრები უნდა ყოფილიყვნენ დელეგატები. ანუ ხმის უფლება უნდა ქონოდა გამგეობის წევრებს. თვითონ ოლიმპიურ კომიტეტში ანალოგიური ხდება. ოლიმპიურ კომიტეტში კი იგივე არის და პლუს ამასთან ერთად თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა პრაქტიკულად 70-80% ფედერაციებში, უფრო მეტად ყველა ფედერაციაში არის გამგეობის წევრები ხმის მიცემის უფლებით. ასაგები. ასე რომ აქ არანაირი უკანონობა არ ხდება. ეხლა მაქვს კითხვა. კანდიდატები არის 3. დიახ. 4. 4. როდემდე არის დედლაინი, თქვათ, კიდე შეუძლია თუ არა 27 რიცხვში უკვე შეწყდება. აი ეს არის, ანუ 27-ში დღის პირველ ნახევარში შეიძლება კიდე ვიღაც დარეგისტრდეს. კი, არ არის გამორიცხული ხვალდაზეგაც მოხდეს რა. ხო, არა, მე ვიზახი 27-დან არის, ანუ. ჭორის დონეზე ვიცი რომ გონი შენცაფირი. არა, მე ჩემი საქმე ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც ვაკეთებ. თუმცა კალათბურთში შექმნილი ვითარება არ სიამოვნებს პირდაპირ ვამბობ, თო პირველივე დღიდან ვიძახი ამას. მე მაგაში გეთახმები. ესე მოხდა. ესე მოხდა. ანუ ეს არის საბოლოო სახე, რომლითაც ჩატარდება ყრილობა. კი, ეს არის ბოლო სახე, ეს არის ის წესდება, რომელიც არსებული არის და ამიდან გამომდინარე კიდევ ვიმეორე, რომ ჩვენ არანაირ უკანონობას არ ჩავდივართ. ეხლა მაინტერესებს ბოლო კითხვას დაგისვათ, შენიშვნები, რომლებიც თქვა ამ პერიოდის განმავლობაში მოდიოდა. აქედან რაიმე თუ არის თქვენთვის მისაღები აბსოლუტურად. ეხლა მე შორს ვარ იმას რისგან, რომ თქვენი ფედერაცია იდეალურად მუშაობდა ამ წლების განმავლობაში. მაგას ჩვენ არასდროს არ გვითქვია და არასდროს არ ვაღიარებდო, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაის გაკეთება შეიძლებოდა ამ 12 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, შეცდომებიც ჰქონდა, უშეცდომოდ საქმეს თუ არ აკეთება ადამიანი, შეცდომაც არ გექნება. პლუს ამასთან ერთად მე მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ დროის განმავლობაში რო გადავხედავ 2001 წელს რა მდგომარეობა იყო ქართულ კალათბურთში და დღეს რა მდგომარეობა არის, მე მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენ მე და ჩემმა გუნდმა შევძელით ამის გაკეთება. ვისარგებლე თქვენი ეთერით და მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც კალათბურთის განვითარებაში ამ დროის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა და განსაკუთრებით მინდა იმ ჩემი გუნდის წევრებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში მე გვერდში მედგენ. თვითონ რაც შეეხება შეცდომებს, კიდევ მეორე შეცდომები იქნება. არჩეული პრეზიდენტის, რომელსაც აიჩევ, იმასაც ექნება შეცდომები, მაგრამ თავარია, რომ ის გაკეთებული რაც არის, ის არ დაინგრეს და უფრო სწორად კიდე გაგრძელდეს შემდეგი ეტაპები. მე არ ვიცი, ალბათ ეს არის ბოლო სტუმრობა თქვენი როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა ჩვენი გადაცემაში და რას გააკეთებთ არჩევნების შემდეგ, რას აპირებთ, თუ გაქვთ გეგმები, მაგრამ ეს კითხვას დავსვა და დავასრულებ. 37 წელიწადია მე კალათბურთში ვარ, სპორტში ვარ, ამიტომ მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ვარ უზომოდ შეყვარებული ჩემს საქმიანობაზე
და მე ის რომ გითხრათ რომ ეხლა მე წავალ სადმე და რამე ბიზნეს დავიწყებ ეს არ იქნება მართალი ალბათ დავრჩები სპორტში რაღაც პერიოდის მერე ალბათ ისე ჩემს სიტყვას ისე ვიტყვი დრო თუ გექნებათ ბატონებო სამოყვარულო ლიგაში ჩვენ გულში გებადიჟებით ისე თუ რა კარგი საქმე გააკეთეს მართლაც. კარგით, ბესიკლი პარტელიანი საქართველოს ხალხური ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდათ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, წარმატებები და გისურვოთ ბატონებო მადლობა სტუდიაში მოძანებისთვის და ჩვენ გადაცემის მომდევნო თემა გახლავთ ძალიან სასიამოვნო ქართული წყალბურთი აშკარა აღმავლობის გზაზე დგას საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სანდრო ბითაძე და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მცდელი ვლადიმერ ისელიძე იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. როგორც გითხარით, წყალბურთის შესახებ ვისაუბრებთ. ნამდვილად აღმავლობის გზაზეა საქართველოში სპორტის სახეობა, რაც მისასალმებელი გახლავთ და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სანდრო ბითაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მცველი ვლადიმერ ისელიძე არიან ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით დღეს გადაცემაში. ჩვენ ვალდებული ვართ ესეთი კარგი ამბები გავაშუქოთ, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ გაიგოს ის რაც ხდება და ჩვენ გვაქვს მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ახლა ჯობია ვნახოთ და შემდეგ დავიწყოთ უკვე საუბარი. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესო სამეულში დაასრულა. ქართველი წყალბურთელები პლეი-ოფში ევროპიროლობის მე-10-12 ადგილოსან ნაკრებებიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდებიან. ჰოლანდია, მაკედონია ან თურქეთი. ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქის ვინაობა 30 ნოემბერს გახდება ცნობილი. ჩვენ ესეთ შედეგს ველოდებოდით. 5 თამაში ჩავატარეთ. ამ 5 თამაშიდან 2 თამაში იგეგმებოდა რომ უნდა ყოფილიყო დაძაბული. ეხლა რაც თავარი არის ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი 15 თებერვლამდე. აი ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი 15 თებერვლამდე და მერე 15 თებერვლიდან 13 აპრილამდე აი ეს მოსამზადებელი პერიოდი როგორ ჩატარდება, რამდენად სწორედ გავავლით ამ მოსამზადებელ პერიოდს. სათამაშო სახეობიდან კალათბურთის შემდეგ რომელიც უკვე ორჯერ მიიღო მონაწილეობა ფინალურ ეტაპზე, ჩვენი კენხმისათვის უკვე წყალბურთელების მოხდაც იქნება ძალიან დიდი სტიმული ყველა და შემდგომი სათამაშო სახეობების განვითარებისათვის. ამიტომ დიდი მადლობა მათ, აი გარჯისათვის ბიჭებს, მწვრთნელებს, რომლებმაც ესე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ქართული წყალბურთის განვითარებისათვის. საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში მოხვედრამდე 3 შესარჩევი ეტაპი გაიარა. თავდაპირველად ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის აჯგუფში იასპარეზეს. პირველი შეხვედრა ვლადიმერ ისელიძის გუნდმა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ქართველების გამარჯვებით 12-3 დასრულდა. 7-7 დაფიქსირდა საქართველოსა და სლოვაკეთის შეხვედრაში. პოლონეთი კი ქართველმა წყალბურთელებმა 6 ქულის სხვაობით 16-10 დაამარცხეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ამჯერად ქართველმა წყალბურთელებმა ჩეხეთზე უკეთ ითამაშეს 16-5. აჯგუფში 10 ქულით პირველ ადგილზე სწორედ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გავიდა. საკვალიფიკაციო თამაშებში ყველაზე მეტი 51 ბურთიც ქართველი სპორტსმენების ანგარიშზეა. ჩვენ უნდა დავხვეწოთ დაცვაში თამაში, მეკარეებმა უნდა აიმაღლონ კლასი, იმიტომ რომ თანდათან უფრო და უფრო ძლიერი გუნდები იქნება ჩვენი მოწინააღმდეგეები. ამიტომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. პლეი-ოფის 30 ნოემბერს გვეტყვიან პასუხს, როდის იქნება და ვისთან გვექნება. მანამდე ჯერ არ ვიცით, მაგრამ თუ არის სასურველი მეტოქია, პრინციპში ყველა ერთნაირი დონის არის, ვინცაც უნდა შევხვდეთ. ეს არის მაკედონია, თურქეთი და ჰოლანდია. სამეოსთან შეგვიძლია თამაში და ვნახოთ, კენჭისყრა როგორც იქნება ეს. ჩვენ ვემზადებით. შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდით საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მალტაში ქართველმა წყალბურთელებმა ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგეს და ქულათა მაქსიმალური მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრებმა ისრაელის, უკრაინის, ბელორუსისა და მალტას ნაკრებები პრობლემების გარეშე დაამარცხა. პლეი-ოფში მოსახვედრად კი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაემგზავრა, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფში მიიღო მონაწილეობა. პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 17 ბურთის სხვაობით 24-7 დაამარცხა. გამაჯერებლად იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა მალტის ნაკრების წინააღმდეგ 11-4. განწყობა არის ძალიან საბრძოლო, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან რაღაც წარმატებულად დავიწყეთ ეს სეზონი და ბოლომდე მაგრად მივდივართ. თურქეთი, ჰოლანდია, რუსეთი, სავარაუდო მეტოქეები, სამი ერთნაირი გუნდია რა და აი მაგისთვის გჭირდება ძალიან მაგარი მომზადება და ერთად ეხა პირველად ხდება ისე რომ ადგუნში უნდა მოუხდეთ წყალბურთელები რაღაც წარმატებულად დავიწყეთ და ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ რა მაგისთვის რა შეუძლებელსაც შეუძლებთ თუ გვერდით გამოიქნება.
17-9 სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა ორ შეხვედრაში. ორივე მატჩი ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ეროვნულმა გუნდმა ბელორუსისა და პორტუგალიის ნაკრებები დაამარცხა. შესარჩევ ეტაპზე ერთადერთი მარცხი ვლადიმერ ისელიძის გუნდმა სლოვაკეთთან განიცადა. დრამატული მატჩი სლოვაკეთის გამარჯვებით 17-16 დასრულდა. ყველაზე დაძაბული შეხვედრა იყო სლოვაკეთის ნაკრებთან, რომელიც მიმდინარეობდა სულ ბურთი-ბურთში და საბოლოოდ სამწუხაროდ დავმარცხეთ 17-16, მაგრამ საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო და კმაყოფილები დავრჩით თამაშის შედეგადაც. ბოლოს შეხვედრა იყო მასპინძლებთან, პორტუგალიის ნაკრებთან, რომლებიც იოლად დაუძლიეთ და მოვიპოვეთ საგზური პლეი-ოფისთვის. პლეი-ოფის საგზური მოვიპოვეთ და პლეი-ოფის საგზურს ველოდებით 30-ში ნოემბერს შეგვატყობინებენ და გვეტყვიან ვისვე თამაშებით. უკეთესი იქნება რა. ჰოლანდიას და თურქეთს შეხვედრა პრინციპში ერთნაირი გუნდებია, ეს სამივე გუნდი. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე 40 ქულა დააგროვა და მიუხედავად სლოვაკეთთან მარცხისა, რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად მოწინავე სამეულში მოხვდა. პლეი-ოფის მატჩები 15 თებერვალს და 12 აპრილს გაიმართება. გამარჯვებული 6 გუნდი კი იმ 6 ეულს შეუერთდება, რომლებსაც 2014 წლის 13-26 ივლისს ბუდაპეშტში გასამართი ევროპის პირველობის საგზურები უკვე განაღდებული აქვთ. მასპინძელი უნგრეთის გარდა ესენი სერბეთი, ჩერნოგორია, იტალია, გერმანია და საბერძნეთი არიან. ესეთ სიტუაცია დღეისთვის შექმნილი. ეს სისტემა თვითონ არის რაღაცა საოცრად ლაბირინთული და აქედან გამოღწევა არ იყო ადვილი. მერწმუნეთ რომ სამ გუნდში მოხვედრა და პლეი-ოფში გავეთ, კენჭისყრას ველოდებით. ჯერ უშუალოდ ბატონ ვლადიმერ თქვენ დაგისვათ კითხვას რა მდგომარეობაა გუნდში უკვე ვიცით რომ კარგი გუნდი ყავს ეს ესია თქვენ რაღაც ვისაუბრეთ დაცვაზე ეგ რაღაც დეტალებზე და როგორ იყო თვითონ ეს ტურნირი ასეთ თულებთან იყო დაკავშირებული როგორ მიხვდით იმამდე რომ საბოლოო ჯამში მოახერხეთ ეს ძალიან კარგი შედეგის მიღწევა ნუ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორებს სპორტ კომიტეტს რადგანაც შეგვიქმნეს საუცხოო პირობები იმისათვის, რომ ამ ტურნირისთვის ყოფილიყავით მზად. შეკრებები ჩავატარეთ ჩვენ პირველად სერბეთში, ნოვისადში ქონდა ეს შეკრება. ჩვენ ჭირდებოდა ბევრი თამაშები, რაც შეიძლება. ვარჯიშები ისედაც ბევრი გვაქვს, დღეში ორჯერ ვარჯიშობთ და ბიჭები დაიქანცენ ამ სერიოზული შრომით და ითხოვდნენ და საჭიროც იყო რომ სულ რაც შეიძლება მეტი თამაში გვეთამაშა, გამოცდილებას იღებ, როდესაც ეთამაშები ძლიერ მოწინააღმდეგეს. ამის საშუალება მოგცეს სპონსორებმა, ესენი არიან აბდუშელიშვილი, დიმიტრი და ალიკო, ალექსანდრე, ნიკოლაიშვილი, ყოფილი წყალბურთელები არიან და გულშემატკივრობენ კიდევაც და მხარში გვიდგანან. ესევე სპორტ კომიტეტის დაინტერესდა სერიოზულად იმით, რომ წარმატებებს მივაღწიეთ და უკვე პლეი-ოფისთვის მართალია დროც გვაქვს, მაგრამ არც ესეთი დიდი დრო არ არის, რომ ის ხარვეზები, რაც აღმოჩნდა იმ თამაშების პერიოდში, რაც ჩვენ ჩავატარეთ, ნახეთ, რომ დიდი ანგარიშით ვიგებდით, მაგრამ საკმაოდ ბევრ ბურთსაც უშვებდით. და ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ უფრო გავაძლიეროთ დაცვა, მეტი ყურადღება მივაქციოთ დაცვაში თამაშს და მეკარეების მომზადების დონეს ავწიოთ. რომ შემდეგი თამაშები თუ მივახციეთ წარმატებას, უფრო ძლიერ გუნდებთან გვექნება და უფრო ძლიერი დატყვებიც იქნება ჩვენ წინამძღოლად. კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს. ეს არის მოხვედრა უკვე ელიტაში წყალბურთის. თუ ამ პლეი-ოფს გავივლი და ჩვენ და ყველა ძალიან დიდი იმედი ვაქვს, რომ ეს იქნება. ნუ კენჭისყრა გაიმართება, ალბათ ესე ბატონ სანდრო იყო ლაპარაკი აქ. ყველა ერთნაირი გუნდი არ შეიძლება გამორიცხულია რომ ვიღაცა უფრო არ გინდოდეთ ვიდრე სხვა ხო ეხლა რაღაც მიზეზების გამო რას ფიქრობთ ეხლა აი სამი მეტოქიდან რომელთან უფრო ყველასთან გვაქვს შანსი გასაგებია მაგრამ მე უფრო სასიამოვნო რომელი იქნებოდა ხო როგორც გვბრძანეთ 30 ნოემბერს სერბეთის ქალაქ ბეჩეიში გაიმართება ევროპის სუპერთასი ერთმანეთში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ევროთასის გამარჯვებული და ამ მატჩის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, სადაც უკვე გაირკვევა ჩვენი მომავალი მეტოქე, აგრეთვე გაირკვევა პირველ თამაშს თამაშობთ შინ თუ გარეთ. ესეც საკმაოდ კი არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გითხრათ ხა სამივე რა თქმა უნდა ერთი დონის გუნდია, უბრალოდ ამ სამი გუნდიდან ერთ გუნდს გამოვყოფდი, ეს არის მაკედონია. მაკედონიას საერთოდ ზოგადად წყალბურთი მაკედონია შეიძლება ითქვას განვითარებული არ არის. ანუ ბავშვთა წყალბურთი, უბრალოდ ეს არ გვინდა და გეტყვით რატო არ გვინდა. ეს არის ის ქვეყანა, ეს არის ფედერაცია, რომელიც ყოველი ევროპის ჩემპიონატის წინ აძლევს პასპორტებს ხორვატებს, სერბებს და მონტენეგროელებს
და 13 მოთამაშეა გუნდში და 13-ვე არის ასერბი, ხორვატი, მონტენეგრო. ნუ იცით რა არის დამოკიდებულია იმაზე თუ რა ფული ექნება ამ ფედერაციას, შეიძლება ისეთი გუნდი დაკომპლექტდეს, რომელსაც ჰქონდეს პრეტენზიები საერთოდ მედალზე. შეიძლება საერთოდ გუნდი შეიძლება საერთოდ ძალიან სუსტი გუნდი გამოიყვანო და ხა ამაზე გათვლა არის საკმაოდ რთული. მე არ ვისურვებდი მაკედონიასთან შეხვედრას, მხოლოდ ამ მიზეზის გამო, რადგან ნუ ხა იქ წარმოიდგინე ხა მაკედონიის ნაკრებში 13 კაციდან 8 შეიძლება იყოს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი და საკმაოდ რთული იქნება ჩვენები ჯერჯერობით მათ. ბევრი ფული თქოს, კარგი გუნდზაკეთება. ხო და ლოგიკურია, ხო თანამედროვე სპორტში. ეთყობა, არ ვიცი ხა მაკედონია საბჭო და ყოველ საბჭო კავშირს როგორ შევადარო არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ არის ეთყობა რაღაც საშუალება, ძველი რიცხვით აძლევენ პასპორტებს, ეთყობა ჯერ არის კიდე ეს. ეგ თემა საქართველოში დამთავრდა და ახალ ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა და იქ არის ეთყობა ეს შემოჩენილი. და იქ აძლევენ პასპორტებს ძველი რიცხვით და მაკედონია არ გვინდა მოკლედ. ან ჰოლანდი, ან თურქეთი, ორივე აქ უკვე ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომელი არის ჩვენთვის სასურველი. ისეთ რა ჩვენ ახლა ვართ იმ ზღვარზე, მივედით იმ ადგილამდე, იმ წერტილამდე მივედით, საიდანაც უკვე იწყება ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, დიდი წყალბურთი იწყება რა. აქ სუსტი გუნდი პრაქტიკულად არ არსებობს, ეს არის ჰოლანდია და თურქეთი. გახლავთ ის გუნდები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ წინა ევროპის ჩემპიონატზე და საკმაოდ ძლიერი გუნდებია. რა თქმა უნდა, მონტენეგროს, სერბეთს, უნგრეთს ვერ შევადრი, მაგრამ ეს არის საკმაოდ სერიოზული გუნდი, ორივე, ჰოლანდიას და თურქეთის. ბატონო, კიდე რა კითხვა მინდა დააგზავნა. ყოველთვის არის თაობაზე ხოლმე ლაპარაკი. აი, შემდეგ რა ჩანს, თქვათ, თაობა როგორი მოგდის, ბავშვები რამდენად აქტიურად დადიან წყალბურთზე, რა მდგომარეობა ამ ხრივ? აი, მე ვიტყოდი, რომ ამ ბოლო წლებში ამ ხრივაც სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა, რადგანაც წარმატებებს მოყვება ხოლმე ინტერესი ბავშვებშიც, მშობლებშიც. მე ვიტყოდი, რომ ინფრასტრუქტურა უფრო ფართო იყოს საქართველოში, გაცილებით მეტი ახალგაზრდა მივიდოდა, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს, ყველას უყვარს ესეთი სახეობა, თუ ერთხელ ერთი ბავშვებს ისედაც უყვართ წყალი და თუ ერთხელ ეზიარა ამ სახეობას, მე თავს ვეღარ ანებებენ და მეც ალბათ ყველა ჩვენთაგანი ესე ვიყავით, რომ დავიწყეთ. სასურველი იქნებოდა, რომ მართლაც ინფრასტრუქტურა უფრო ისე იყოს იმ დონეზე, რაც არის აი იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ რაზეც ჩვენ საუბრობთ. ვისაც ჩვენ უგებთ? არა, ვისაც უგებთ, იქაც უკეთესი, არა, იქაც უკეთესი ინფრასტრუქტურაა მე მგონი, მაგას გულისხმობ, მაგრამ აი სერბეთში, ჩერნოგორიაში, ხორვატიაში, ეგ არ არის, პატარა ქალაქიც კი, პატარა, აი ძალიან პატარა ქალაქი, სადაც ვთქვათ 200,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ორი აუზი აქვს, სრულფასოვანი, სადაც შეიძლება წყალბურთის ნებისმიერი ტურნირის ატარება. ნუ იქ არის მოსათელი გაუზი, გასათელი. იმას ფათაშორის 2008 წლის ბოლოს შემოვედნენ ფედერაციაში, როგორც პრეზიდენტი. საქართველოში იყო სულ 265 ბავშვი არა, ზოგადად წყალბურთელი, ანუ მოქმედი წყალბურთელი, ის დადიოდა წყალბურთში სამოყვარულო სექციაში და მაშინ სხვა სპორტულ სექციებში 2012 წლის აპრილში გავაკეთეთ აღწერა, უკვე 2012 წლის აპრილში ყავდა 1200-ზე მეტი ბავშვი. დღეს დარწმუნებულია, რომ გაცილებით მეტი ბავშვი ყავს, ალბათ ახლა მომავალში გავაკეთეთ ამ ზე თქვა აღწერას. და ჩამოყალიბდა კლუბი ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, საჩხერეში. საჩხერეში მაგალითად 2001-2002 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. საჩხერის ივერია, რაც საკმაოდ გასაკვირი კი არა, მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ნამდვილად ვამოყოფთ ამეთი, რადგან საჩხერეში არასოდეს არ იყო წყალბურთი, აშენდა აუზი და შედეგიც გამოიღო ამ ესე ვთქვათ ინფრასტრუქტურის მოწყობა, გამოიღო შედეგი. აი ბატონი ვოვა ამბობდა დაასახელა რამოდენიმე წამყვანი ქვეყანა წყალბურთის ქვეყანა, მაგალითად მონტენეგრო, სადაც მოსახლეობა მთლიანად ქვეყნაში შეადგენს 600,000, არის ეგეთი ქალაქი კოტორი, სადაც 30,000 კაცი ცხოვრობს და 2011 წელს მათ ორი გუნდი ყავდათ, ერთი გუნდი გამარჯვებული, ერთი იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მეორე ევროთასის გამარჯვებული. წარმოიდგინეთ ხა ეს ყველა სოფელშიც კი აუზია დაუშვათ მონტენეგროში. ვიცით რა, მე ერთ რაღაც მინდა ხაზი გაუსვა, თქვა ხა ახალი თაობა ვინც არის და ვინც არ იცის ის ისტორია, ხა თქვენი ბატონი ვლადიმერის თამაში, ვისაც არ უნახავს და თბილისში რა ხდებოდა, თქვა ვინ ჩამოდიოდა და როგორ მე მახსოვს ხა კედეო არის და ეს რაღაცა საოცარი წყალბურთელები ჩამოდიოდნენ აქ. ლეგენდარული წყალბურთელები, ესე ვთქვათ და ეს ტრადიციები არსებობს. მე კიდე მივიხარია ის, რომ რაღაცა ოჯახური ტრადიცია გრძელდება, ანუ გვარები, ვთქვათ, ეხლა რომ გადახედავ ნაკრებს, მე მახსენდება ის
ძველი თაობა და ალბათ ამასაც აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ ბევრია ესეთი წყალბურთელი, ვისი მამაც არის ვეტერანი. საკუთარ თავზე არის საუბრებს, რა თქმა უნდა, თვითონ. იგი დათორუროა, ზუკარუროა, შოთა ბაღათურია, მიშა ბაღათურია. ალეკოგი ხო, ნუ ჩემთან არის თქვენ ეხლა. ალეკო გიორგაძე, შვილი კუკური გიორგაძე, ხო? ნუ ძალიან ბევრია ესეთი. აი უცხოეთში ვითარდებიან უფრო, ხო, წყალბურთელები ჩვენი რომ მიდიან სათამაშოდ. ანუ დონეს მიაღწევ, რა თქმა უნდა, აქ თქვა, მაგრამ აი აქ შიდა ჩემპიონატზე რა უნდა, როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო თქვა წამოიწიოს ეს დონე, ხო? ალბათ ამის აუცილებლობა არის. იცით რა არის, გეგმები ბევრი გვაქვს, ეს ადრეც ქონდა წინა წლებში, უბრალოდ ვერ განვახორციელეთ, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში მე ალბათ არ მიწყენენ ჩვენი ქართველი მწვრთნელები, ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელები ყავს გადასარევი სპეციალისტები, მაგრამ ყველაფერი ვითარდება და ყველაფერი მიდის წინ. აუცილებელია ყოველ მიზეზის გარეშე ჩვენ მოცულება უნდა გაიარონ ესე ვთქვათ სწავლება, თეორიული და პრაქტიკული. ეს შეიძლება მოხდეს როგორც უცხოეთში გაგზავნით, აგრეთვე შეიძლება მოვიწვიოთ აქ სპეციალისტები და აქ ჩატარდეს სემინარები თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა, რადგან ნახა არა მხოლოდ წყალბურთში ხო ზოგადად ცხოვრება ვითარდება და ყოველდღე ახალ-ახალი ტექნოლოგიები ასე ვთქვათ ჩნდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა მოიმატოს აუზების რაოდენობა საქართველოში. ეს არის ძალზე სერიოზული პრობლემა, რადგან ჩვენ რეალურად დღესდღეობით გვაქვს საქართველოში მხოლოდ 2-50 მეტრიანი სპორტული აუზი. ეს არის ოლიმპიკი, სადაც ეროვნული ნაკრები რომელიც რო არაშენებულიყო რა იქნებოდა კიდე არავინ არ იცის. წყალბურთი არ ყოფილიყო და იქ რო არ ყოფილიყო ალეგო ნიკოლაიშვილი, რომელიც რა ვიცი პირველი დღიდან ხალხში უდგას კი არა, არ ვიცი ინდეს აკეთებს წყალბურთისთვის. ეს კაცი რო არ ყოფილიყო და მეორე არის ლაგუნა ვერე სადაც შეიძლება რომ წყალბურთელი მოვარჯიშო. არა, 50-იანი ხო კიდე ვაკეში წვაქვს. ვაკეში იქ სპორტსმენებს არ უშვებენ, მხოლოდ წყალში ხტომელებს. რა თქმა უნდა, ისვისაც დიდი მადლობა. ეგეც კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათაც აქვთ გარკვეული წარმატებები, წყალბურთელებზე მერევისო. იქ წყალბურთისთვის აღარ არის. ნუ იქ რა სხვა ინფრასტრუქტურული დატვირთვაც აქვს, აქედან გამომდინარე. კარის ჩაყენება და მოედნის მოწყობა საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე. მე მინდა უბრალოდ ჩვენს ტელემოყურებას უთხრა, ვინ არის უკვე გასული იქ საითაც ჩვენ მივილტვით, ესენი არიან სერბეთი, ჩერნოგორია, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ეს არის ნაკრებები, რომლებიც ხუთეულში მოხვდნენ წინა ჩემპიონატზე და ჩვენ შეგვიძლია რომ აქ მოხვდეთ. პლეი-ოფის მატჩები არის 15 თებერვალს და 12 აპრილს, დრო არ არის ბევრი. ამაში უნდა შევთანხმდეთ ალბათ და ეხლა არის მაქსიმალური პირობები საჭიროდ. აი ამ კუთხით რა კეთდება, აი ხვალიდან თქვა, ხო, ეხლა ყოველდღე ემზადებით. ჩვენ აი ზუსტად ამ თარიღების მიხედვით დავგეგმეთ სურვილი გვაქვს რომ რაც შეიძლება მეტი ტურნირები ჩავატაროთ, შეკრებები ჩავატაროთ ისევ საზღვარგარეთ, ისევ ძლიერ კოლექტივებთან. რათა დავხვეწოთ თამაშის აი ეს ხარვეზები ვოსპოთ, რაც აღმოჩნდა ამ თამაშების განმავლობაში. ნუ ამას თავის ფინანსები ჭირდება, მხარდაჭერა ჭირდება და მე აქედან მიმართავ ყველას, ვისაც შეუძლია მხარი დაგვიჭიროს სპორტ კომიტეტს, ქვეყნის ხელისუფლებას და რა თქმა უნდა სპონსორების თუ გამოჩნდებიან და მხარს დაგვიჭერენ, იქნება სასურველი. სხვა გამოჩნდება, ვინმე ჩვენ ყოველთვის დავასახელეთ მათ საჯაროდ პირდაპირ ეთერში. თან რა არის, უკაცრავად შევაწყვეტებ, ვოს აქ ადრე იყო თავშოთ იქ ლაპარაკი სპონსორებთან მიმართებაში, ესე იგი ჩვენ რეალურად ხო ნუ პრაქტიკულად ფულს ვითხოვთ, მაგრამ თხოვთ ხო, მაგრამ აქ არ არის ლაპარაკი ფული მომეციმე, ელემენტარულად შეიძლება დაუშვათ რაღაცა კომპანიას კონდეს იმის საშუალება, რომ დაუშვათ ხო მესმის, ხო ბევრი ვარიანტები არსებობს, მაგრამ ელემენტარულად თავი მოვიდეთ თქვენთან და მაგას ეთქვით, აუხსნით როგორ უნდა დაგეხმაროთ. თუ არ არის აუცილებელი ჩვენ აგარში გამოვირიცხოს თანხა, უბრალოდ შეკრებაზე გაგვიშვან და თამაშებზე გაგვიშვან. ხო, რაც ნუ აუცილებელი არის, ხა მაგდონელდს სათამაშოდ უკვე სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ მომზადების ალბათ. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მინდა ჯეროდეს და ჯერა ისე როგორც ყველას რომ ჩვენ იქ მოხვდებით და მე უფრო ადვილი იქნება თქვენი საუბარი. ნუ უკაცრავად ერთი რაც შემიძლია თქვა, გუნდი თვითონ გუნდი არის ძალზედ მოტივირებული. აქ გულშემატკივრი მეცენ რომ ჩვენ ყავს 4 ესე ვთქვათ ნატურალიზირებული წყალბურთელი, ისინი 2007 წლიდან არიან საქართველოს მოქალაქეები, 2009 წლიდან არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მე თამამად შემიძლია თქვა რომ ჩვენი ბიჭები არაფერთან ჩამოუვარდებიან. ეს რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენი ბიჭების დონე მე ნამდვილად შემიძლია თქვა რომ არაფერთან ჩამოუვარდება თუ
ზოგიერთი ქართველი მოთამაშის დონე შეიძლება უფრო მაღალის კი იყოს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და რაც თავარია კიდე ერთი ფაქტორი, წვრთნელთა ესე ვთქვათ კოლექტივი არის შესანიშნავი, ეს არის ბატონი ვოვა ესელიძე და იოან პოპოვიჩი, ეს არის ორი გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც ბრწყინვალედ აღამზადებს გუნდს და ყველაფერი აქედან გამომდინარე მე აუცი იმედი მაქვს რომ ჩვენ პლეი-ოფს დავძლევთ და მოვხვდებით 12 უძლიერეს გუნდში. კარგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ნუ ყოველთვის ვზად ვართ რომ თქვენს გვერდით ვიყოთ, მე ჩემი კოლეგების მედიის სახელით ვსაუბრობ ახლა ამ შემთხვევაში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მომავალ ორ შაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს რუსთავის ეთერში. ნახვამდის.